არა, რო აპირებ არ საჯერჯერობით. ისე თუ გაგებაში. ან თალა სოფელში ან ზღვაზე ან თაში. შესაძლებელია უშხულში წავიდე სოფელში. არ ვიცი, არ მაქვს დაგეგმილი. შეიძლება ბაკურიანში გავიდე. რამდენიმე დღით. ადგილი კი დასასვენებელი, მაგრამ ასების ისეთი სიძვირია, რა მგონია, რომ ყველამ შეძლოს დასვენება. ზაფხულის ცხელი სეზონის დადგომასთან ერთად მოსახლეობა ქალაქს ნელ-ნელა ტოვებს. ტემპერატურას ნაწილი მშობლიურ სოფელში, ნაწილი კი რომელიმე კურორტზე აფარებს თავს. ნეგატივის გადამღები ჯგუფი ქუთაისელთა წლევანდელი არჩევანით დაინტერესდა. აი მედია გავახსო ქუთაისიდან, იმიტომ რომ აქ მართლა არაფერი არა, მაგარი სისულელი. ისე რომ უმეტყუართ მიანიჭებდა, აი უპირატესობას ან დასვენების ხარისხით, თანხის რაოდენობით. რავი, აი ბახმაროში მე მგონი შედარებით უფრო კარგი ფასები. ფეში წავალ და ალბათ სადმე წავიყვან კიდე პატარა. შენ დავიცვენეთ სურამში. და ფასებს როგორ შეაფასებთ და კურორტებზე მდგომარეობას? არის ნორმალური ფასებია. შენ რავი, გადაწყვეტილი არ მაქვს. კი, ვაპირებ. მაინც საქართველოს კურორტებს ანიჭებ უპირატესობას შენი მეგობარებისათვის. უცხოეთ, რა თქმა უნდა. გახვალ სადაპირეს დასვენებას. არ ვიცი, არ განამწყვეტია ჯერ. გახვალ აპირებ. აუცილებლად. შაშან სადი ბათუმში. ზოგადად როგორ შეაფასებთ, როგორი მდგომარეობა ფასების თვალსაზრისით საქართველოში დასვენების? ფასების თვალსაზრისით ცოტა ძვირია. კი, მე მივიდივარ პირადად თურქეთში და რა ვიცი, ვაპირებთ. მართალია მთა, ზღვა თუ სოფელი კარგია, თუმცა როგორც უკვე გამოკითხვიდან გახდა ცნობილი, ასეთი დასვენება სხვადასხვა მიზეზის გამო ყველასათვის ხელმისაწვდომი არაა. ქალაქში დარჩენილ მოსახლეობას ქუთაისი კი მართალია მწირე, მაგრამ არჩევანს მაინც თავაზობს. ჩვენი საცურაო აუზი ლაგუნა მოხარებელს თავაზობს კომპლექსურ მომსახურებას. ესენი არის დიდი საცურაო აუზი, საუნა, ფიტნეს დარბაზი და ღია ტერასა მზის აბაზანებისთვის. რა თქმა უნდა, ზაფხულში მოხარებელთა რაოდენობა იზრდება საკმაოდ. დაახლოებით თვეში ჩვენ ვატარებთ 800 მოხარებელს ზაფხულში, ზამთარში კი დაახლოებით 400 მოხარებლამდე. აღნიშნული ტიპის მოსახურება ჩვენთან დაახლოებით საშუალო მოსახურების საშუალო ფასი ჩვენთან 130 ლარი. საცურაო პრაქტიკულად სრულიად გაშვებულია, თავიდან ბოლომდე ყველა აუზი ფუნქციონირებს, ერთი აუზი არის მხოლოდ ესეთი მოლოდინის რეჟიმში, ანუ როდესაც დიდი აუზი იცლება, შემდეგ მეორე დიდი აუზი ივსება. თვითონ აუზი არის რეალურად ყველაზე იაფი ევროპაში, მხოლოდ 5 ლარია შემოსვლის ღირებულება, გვაქვს კარგი ბარი, არის ცხელი დუში, ცივი დუში და პრაქტიკულად ყველაფერია ადამიანმა შეძლოს დასვენება. სეზონურად მუშაობ ჩვენ ზაფხულში რაოდენობა იმატებს ივლისის თვეში, აგვისტოს შემდეგ მოსახლეობა გადადის. მათთვის, ვისთვისაც ზემოთ ნახსენების საშუალებები ხელმიუწვდომელ ფუფუნებას წარმოადგენს, ნუ იჯავრებთ. გამოსავალი ქუთაისელთა ნაწილმა უკვე იპოვა.